პატიმრების მასობრივი პროტესტი და ციხეში შეჭრის მცდელობა რამდენიმე წუთის წინ გეგუთის კოლონიასთან სიტუაცია ისევ დაიძაბა. ადმინისტრაციის გადაყენების მოთხოვნით შეკრებულ მშობლებსა და ციხის დაცვას შორის დაპირისპირება მოხდა. მსჯავრდებულთა ახლობლების უკმაყოფილება გვიან ღამით მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, რომლის შედეგად რამდენიმე პატიმარი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ციხის ხელმძღვანელობის შეცვლის მიზნით მსჯავრდებულებმა სხეული დაიზიანეს. ოფიციალური ინფორმაციით თვითდაზიანებები 30 მსჯავრდებულს აქვს მიყენებული, თუმცა გასხოვებულ მონაცემებს ავრცელებენ პატიმრების ახლობლები და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები. გეგუთთან ერთად პროტესტის კიდევ ერთი კერაა ქალთა კოლონია, სადაც პატიმრები ამ დრომდე შიმშილობენ. გიორგი ფუტკარაძე განაგზობს ახლა პირდაპირ ეთერში საუბარს. გიორგი, პირველ რიგში კითხავ, რა ხდება ამ წუთებში გეგუთის კოლონიასთან? Დიახ, ამ წუთისთვის თამთა ჩვენი ინფორმაციით ინციდენტი არის ამოწურული, თუმცა იყო დაპირისპირება პატიმრების ოჯახის წევრებსა და ციხის დაცვას შორის. მთელი დღის მანძილზე ხდებოდა გარკვეული მწვავე ინციდენტები გეგუთის ციხესთან. როგორც ცნობილია, იქ პატიმრების შიმშილობას კვლავ განაგრძობენ. ოჯახის წევრები ითხოვენ, რომ ნახონ ის პატიმრები, რომელთაც წუხელ თვითდაზიანებები მიიყენეს. ისინი აცხადებენ, რომ პატიმრების მდგომარეობა არის მძიმე, მათ ცემენ, აწამებენ, შესაბამისად შეხვედრას ითხოვენ. სწორედ ამიტომ ხდებოდა ეს ინციდენტები და ბოლო ინციდენტი მოხდა რამდენიმე წუთის წინ. ჩვენ ახლა მაყურებელს შეგვიძლია შევთავაზოთ ის მასალა, რომელიც გეგუთიდან სულ რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ. შიმშილობს აბსოლუტურად ყველა პატიმარი. წუთისთვის უდოზე მოთხოვნებზე არაფერს აღარ ვიძახითო, მოგვაშორონ ეს ადმინისტრაცია უფროსობა, რომელიც გვაყენებს შეურაცხყოფებს ფიზიკურ სიტყვიერს. ოფიციალური ინფორმაციით წუხელ თვითდაზიანება მიიყენა 30-მდე პატიმარმა. სახალხო დამცველის წარმომადგენლის განცხადებით, მათი რიცხვი დაახლოებით არის 50-მდე. რაც შეეხება თავად პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თვითდაზიანება დაახლოებით 300-მა პატიმარმა მიიყენა. უკვე რა ხდებოდა მთელი დღის განმავლობაში, მოვლენათა ქრონოლოგია შეგიძლიათ უკვე სიუჟეტში ნახოთ. გეგუთის სასჯელ აღსრულების დაწესებულებასთან სიტუაცია დღეს რამდენჯერმე გამწვავდა. პატიმრების მშობლები იმ მსჯავრდებულებთან შეხვედრას ითხოვენ, რომელთაც წუხელ თვითდაზიანებები მიიყენეს. ციხესთან მდგარმა ოჯახის წევრებმა საპყრობილეში შეჭრაც სცადეს. პროტესტის უკიდურეს ფორმას გეგუთში მყოფმა პატიმრებმა რამდენიმე დღიანი შიმშილობის შემდეგ მიმართეს. ისინი ციხის ადმინისტრაციის შეცვლას ითხოვენ და საპყრობილის ხელმძღვანელობას წამებაში ადანაშაულებენ. არ შეიძლება რომ გვაჩვენ ხუთი ნახე ცხოვრება ხუთ წუთზე დარეკეს პატიმრება სისხლიდან იცლებიან პატრონი არ უნდათ იმათ გამაიდგარეთ თქვენ მაიმუნება პატიმრებთან მომხართ ყველა ჩვენი შვილებია ჩემია თუ სხვისი არ ვიცი ყველა ჩვენი შვილებია დღეს გამაიდგარეთ პატიმრიდან ჩამოვედი ამ ხელაგზაზე როდემდე ვირბინოთ ასე ჩვენ მთელი წლები 7 წელია პატიმარია ჩემი მეუღლე 7 წელი ასე დღეში ვარ ახარ შემიძლია მაშინ ვარემ გამოიყვანო და დახვრიტონ რატო აწამებენ ასე ეს ნაცი შემოყანა უწოდათ და მაგის გულისთვის პროვოკაციები მოაწყვენ ახლა გაუმორჩილებლებაა და რაღაცები 300 დაშავებული ასეთია მსჯავრდებულებისა და მშობლების მიერ გაჟღერებული პატიმრების რიცხვი, რომელთაც თვითდაზიანებები მიიყენეს. სასჯელ აღსრულების სამინისტრო მხოლოდ 30 შემთხვევას ადასტურებს, ხოლო სახალხო დამცველის წარმომადგენელი კი 46. მსჯავრდებულმა გუშინ ღამის საათებში მიიყენა თვითდაზიანება. ვინაიდან მათ ერთ-ერთი თანამშრომლისგან გაიგონეს სიყვარო თითქოს სპეცრაზმის შემოსვლა იგეგმებოდა დაწესებულებაში. თუმცა შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ დაწესებულებაში სპეცრაზმი დღის მდგომარეობით არ ყოფილა.
პარალელურად გეგუთის კოლონიაში 800-მდე პატიმარი ხელმძღვანელობის გადადგომის მოთხოვნით შიმშილობას განაგრძობს. პატიმრები რუსთავის ქალთა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში შიმშილობენ. ისინი ვადაზე ადრე გათავისუფლებას ითხოვენ. სასჯელ აღსრულების სამინისტროს მონაცემებით ამჟამად მხოლოდ 9 ქალი შიმშილობს. უფლებადამცველები კი ამბობენ, რომ მათი რიცხვი ბევრად მეტია. უმრავლესობა პატიმრები, რომლებიც არანაირი დარღვევა არ ჰქონდათ სასჯელის მოხდის პერიოდში და ადგილზე, მიუხედავად ამისა ამ ყველაფრისა, მათ მაინც მიიღეს უარი და გამოიწვია სერიოზული აგრესია და მათმა დაიწყეს შიმშილი. სასჯელ აღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ თვითდაზიანების გამო 17 პატიმრის საავადმყოფოში გადაყვანა მოხდა, რაც შეეხება კიდევ 14-ს მათ ადგილზე აღმოუჩინეს დახმარება. რაც შეეხება ციხის ადმინისტრაციის შეცვლას სამინისტროში ამბობენ, რომ ეს საკითხი არ განიხილება. რამდენადაც ჩემს ცნობილია, გამოძიება იმ ფაქტზე, რაზეც მათ თავიდან ჰქონდათ პრეტენზია, დაწყებულია, თუმცა მათი მოთხოვნა არ არის ამ ორი შემთხვევის გამოძიება, არამედ არის ადმინისტრაციის შეცვლა, ამიტომ ბუნებრივია ადმინისტრაციის შეცვლა არ მომხდარა და ისინი აგრძელებენ, რამდენადაც ჩემს ცნობილია, თავისი მოთხოვნების დაყენებას. პატიმრების პროტესტის ფონზე უფლებადამცველთა ნაწილი ministris გადადგომას ითხოვს. Ministri უნდა გადადგეს, ჩვენ ამას ვითხოვთ უკვე რამდენი ხანია, იმიტომ რომ ამ ადამიანმა თავისი რესურსი ამოწურა და უფრო და უფრო ბევრ შეცდომებს უშვებს, თუნდაც დღევანდელი საქციელით რომ არ ცდილობს, რომ ჩვენ შევხვდეს მინიმუმ. და ეს მიანიშნებს იქითკენ, რომ ეს სისტემა არის ჩაკეტილი. გეგუთში მოშიმშილე რამდენიმე მსჯავრდებული დღეს შეუძლოდ გახდა და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო. მოშიმშილეები პროტესტის შეწყვეტას, ოჯახის წევრები კი კოლონიის ტერიტორიის დატოვებას არ აპირებენ. გეგუთში მიმდინარე მოვლენებს დღეს სხვა გამოხმაურებებიც მოყვა. თომას ამარბერგი, ევროკავშირის სპეციალური მრჩეველი გამოეხმაურა ამ საკითხს. მისი განცხადებით, ის პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას გეგმავს გეგუთში მოშიმშილე პატიმრებთან დაკავშირებით. ამასთან განცხადებები გააკეთა სახალხო დამცველმა უჩანა ნუაშვილის თქმით, გარკვეული პროვოკაციების შესახებ აქვს მას ინფორმაცია, ამასთან მოუწოდებს პატიმრებს, რომ შეინარჩუნონ სიმშვიდე. უახლოესი ერთი კვირა საქართველოში ვიქნები, შევისწავლი ამ ვითარებას და უკვე კვირის განმავლობაში ჩამოვაყალიბებ ჩემ მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით. მანამდე კი გავესაუბრები ყველა პასუხისმგებელ პირს. სიტუაცია უნდა დარეგულირდეს, უნდა მოხდეს გარკვეული კომპრომისები. საუბარი არის იმაზე, რომ მაქსიმალურად იყოს შესწავლების პრობლემები, რომლებიც ამჟამად გეგუთის დაწესებულებაში არსებობს. მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივესალმებით და პირიქით მოუწოდებთ პატიმრებს, რომ მსგავსი სახით პროტესტის გამოხატვა შეწყვიტონ, რადგანაც ნებისმიერი პრობლემა უნდა გადაწყდეს სწორედ კანონის ჩარჩოებში. მნიშვნელოვანია, რომ სწორედ არ მოხდეს ჯანმრთელობისთვის საზიანო დაზიანებების მიღება. სამწუხაროა, რომ დღეების განმავლობაში ვრცელდება ძალიან ბევრი ჭორი, ძალიან ბევრი გადამოწმებელი ინფორმაცია, რაც კიდევ უფრო იწვევს სიტუაციის ესკალაციას. საქართველოში მდებარე სასჯელ აღსრულების სისტემაში არ არის ეს პირველი ფაქტი, როდესაც პატიმრების შიმშილობა ხდება. გასული 1 წლის განმავლობაში არაერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მინდა შეგახსენოთ, რამდენიმე, მათ შორის თებერვალში დაიწყო ქსნის მე-15 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში რამდენიმე პატიმარმა შიმშილი. უკვე აპრილში იყო გლდანში პატიმრების ნაწილმა, როდესაც 70-მდე სამუდამო პატიმრობა მსჯილმა მსჯავრდებულმა გადაწყვიტა შიმშილობა. პროტესტი გაგრძელდა უკვე გაზაფხულის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში. ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი შიმშილობის ფაქტი დაფიქსირდა ივლისში, როდესაც რუსთავის მე-5 სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში 150-მდე პატიმარმა დაიწყო სხვადასხვა მოთხოვნით შიმშილობა და შემოდგომაზე, მას შემდეგ რაც მოხდა პატიმართა ნაწილის შეწყალება, ასევე სხვადასხვა კომისიის მიერ გათავისუფლება, პატიმართა ნაწილი აპროტესტებდა იმას, რომ მათ არ შეეხოთ სასჯელის ვადის შემცირება. და მათ შორის აგვისტოში შიმშილობდა ქსანში პატიმრები, შემდეგ უკვე ოქტომბერში რუსთავის ნომერ 6 დაწესებულებაში, რაც შეეხება ნოემბერ-დეკემბერს, უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყეს პატიმრება შიმშილობა. უფლებადამცველთა მონაცემებით მაშინ შიმშილობდა 100-ობით პატიმარი, თუმცა ზუსტი რიცხვი არ კონკრეტდებოდა, რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას, რასაც სასჯელ აღსრულების სამინისტრო ადასტურებდა ნოემბერ-დეკემბერში, ეს იყო 1200 მსჯავრდებულამდე, რომელთაც საბოლოო ჯამში ჰქონდათ ერთიანი მოთხოვნა, რაც ეხებოდა განაჩენების გადახედვას. უკვე დღეს კვლავ შიმშილობენ გეგუთში პატიმრები, ისინი ამბობენ, რომ მათი მთავარი მოთხოვნა ამ ეტაპზე რჩება არა სასჯელების გადახედვა, არამედ ციხის ადმინისტრაციის შეცვლა.